გაკითხვა წარიმართა საოცარი დარღვევებით. ახალი სკანდალი თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურას შორის 10 საათიანი დაკითხვის შემდეგ ირაკლი ალასანიას მოადგილემ პროკურორები ზეწოლაში და ოქმების გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულა. ვერც ვიფიქრებდი და ვერც წარმოვიდგენდი თუ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მსგავსი რამ მოხდებოდა. ღარიბაშვილი ალასანიას აუდიენცია, ორი შეხვედრა ერთ დღეში და უპასუხოდ დატოვებული მთავარი კითხვები. თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი ისევ გლდანის ციხეში რჩება. ალასანია პოზიციას არ იცვლის, უკან დახევას არ აპირებს არც პროკურატურა. აბსოლუტურად ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში. თავდაცვის სამინისტროს სკანდალმა სახელისუფლებო გუნდი ორად გახლიჩა. მინისტრები პროკურორებს წითელი ხაზების გადაკვეთაში ადანაშაულებენ. დაირღვა ის დაუწერელი წესი, რაც გულისხმობს მოქმედი მინისტრის პატივისცემას. კორუფციული სკანდალის ძიება თუ ალასანიას გუნდის დევნა, რადგან სისხლის სამართლის ერთი საქმის უკან. 8 ნოემბერს ალასანია პარტიული ლიდერის პოსტს უბრუნდება. თანხმედრა დროში თუ წინასწარ დაგეგმილი სვლა თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. ნებისმიერი განცხადება პოლიტიკოსი შეიძლება იყოს აღქმული ძიებაზე და პროკურატურაზე ზეწოლად. მე მგონი ეს ფორმა არავისთვის მისაღები არ. ვიღაცას ფორმა არ მოსწონს, ვიღაცას შინაარსი არ მოწონს, მაგრამ კანონია. ღია ომი პროკურატურასა და თავდაცვის სამინისტროს შორის. ორი სახელმწიფო სტრუქტურა ერთმანეთის კრიტიკას საჯაროდ აღარ ერიდება. პროკურატურა ალასანიას უწყებას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. რა დასასრული შეიძლება ჰქონდეს ორი ძალოვანი უწყების ორმხრივი ერისს. ეს არის ალასანიას პოლიტიკური გაფუჭება. ეს არის ღია დაპირისპირება ატლანტისტებსა და არაატლანტისტებს შორის. ხელისუფლება ხდება იძულებული, რომ დააკავოს ალასანი. ნებისმიერი თემის შეუდგცევა არის დამანგრეველი ქვეყნის იმიჯისთვის. როდესაც ქართულ ოცნებას გაუჭირდა, გადავიდა დიქტატურაზე, ჯერ სადავარ. ის ვინც ფიქრობს, რომ თავდაცვის სამინისტროში კორუფციული სქემა გაიშიფრა და ის ვინც თulis რომ ალასანიას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყო. დღეს პოლიტიკოსები და ექსპერტები ბოლო დღეების მთავარ თემაზე დისკუსიით აქ რუსთავი ორზე არჩევანში.